იმედია გამოსწორებულია ინტერნეტ ხარვეზი. მოკლედ მეგობრებო, გამეთიშა ვიდეო ლაივი დაწყებული მქონდა და გაითიშა. ამიტომ ხელახლა ჩავხტე და მოკლედ გახარებულია ადამიანების დიდი ნაწილი, რომ თურმე ომი დაამთავრდა და მე შეგახსენებთ, ხალხო, ომი დაამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ. მოკლედ წუხანდელი აპოკალიფსური ღამის მოლოდინში ძალიან ბევრი ადამიანი შიშობდა და ეს შიში ნამდვილად იყო გამოწვეული, დასაბუთებული იყო, საფუძვლიანი შიში იყო, რომ ეს უძრავი ქონების თაღლითი ნიუ-იორკიდან, რომელიც პრეზიდენტი გახდა ქორვაჭარი, ძალიან მარტივად შეეძლო ამას ყველაფერი ცუდის გაკეთება შეუძლია ახლაც და ამიტომ ასეთი თაღლითის და ასეთი იდიოტის ხელში ძალაუფლება საშიშია და ამ ადამიანების შიშს ნამდვილად ჰქონდა საფუძველი. თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ ეს ის პიროვნება არის, რომელსაც არანაირი სიტყვა, არანაირი მორალი, არანაირი ზნეობა, მისი გადაფურთხებული 9-ჯერ აულოკია და ის დაანონსებული აპოკალიფსური განცხადება, რომელი აპოკალიფსური განცხადებაც ჰქონდათ გამოცხადებული, უპრობლემოდ ალოკა, ისე როგორც აქამდე აულოკია. არ ვიცი ამ კაცმა ამ ომის დროს 9-ჯერ გამოაცხადა თავი გამარჯვებულად და ომი დამთავრებულად, მაგრამ ეს იგივე არის კანონმდებლობით, შეიძლება მზის და მზის ჩასვლა ემასქნა, რა ქვია, აკრძალო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მზე არ ამოვა და მზე არ ჩავა. ამიტომ გამომდინარე აქედან ძალიან კარგად ჩანდა ხელის გულზე, რომ ამერიკელები განიცდიდნენ კატასტროფულ კრახს, ეპშტეინის კოალიცია და ადრე თუ გვიან რაღაცნაირად პრაგმატული გადაწყვეტილებით უნდა შეჩერებულიყვნენ, მით უმეტეს, როდესაც ეწურებოდა ტრამპს ის ვადა, ის ორთვიანი ვადა, რომელი ორთვიანი ვადაც აძლევს ამერიკის კონსტიტუციით საშუალებას, რომ სენატის თანხმობის გარეშე და კონგრესის თანხმობის გარეშე ამერიკის პრეზიდენტმა აწარმოოს ომი. ამიტომ თავიდანვე გათვლილი და გაჟღერებული რაც იყო, რომ დაახლოებით 9 აპრილისთვის ომი რაღაცნაირად უნდა გაჩერებულიყო, იმიტომ რომ კონგრესი დიდი ალბათობით ამას ხარს არ დაუჭერდა ამ ომის გაგრძელებას. აი ესეთი ემოციური გამოხტომებით, რომ თურმე ცივილიზაციას გააქრობს და მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ასეთი განცხადება ცივილიზაციის გაქრობის შესახებ ჯერ დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტ აი ესე ტირანებსაც კი არ გაუკეთებიათ, გაუნათლებელი და საერთოდ გაუნათლებელი ადამიანი ყველა ტირანი არის, მაგრამ აი მართველები რო იყვნენ და კაცობრიობას რო განადგურებით თემურლენგი არ იტყოდა ამას, მურმანყო არ იტყოდა ამას. ჰიტლერზე ზედმეტი არის საუბარი, რომ მე-20 საუკუნეში მიუხედავად იმისა, რომ ეს წინააღმდეგი იყო ნამდვილად უამრავი ერის, ის ღიად არ ამბობდა, რომ ჩვენ ესენი უნდა გავწყვიტოთ, ამათი ცივილიზაცია უნდა ამოვწყვიტოთ. პირიქით ამბობდნენ, რომ ისინი თავიანთ ქვეყანაშიო წავიდნენ და იცხოვრონ და იარსებონო და აი ამ ავადმყოფა ესეთი რაღაცაც წამოროშა, რომ თურმე მთელ ცივილიზაციას გააქრობდა. გუშინ YouTube-ის არხიდან მიმყავდა ტრანსლაცია ამ პერიოდს განვიხილავდით, ჰქონდათ თუ არა უფლება ამ ყველაფრის და პარალელურად მოხდა მისი განცხადება, რომ ორი კვირით გადადო ეს ყველაფერი და რა ვიცი, უკვე მე რამდენად თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მოკლედ ამ თემებთან დაკავშირებით თუ რეალობაში რა ხდება ირანში, საღამოთი აუცილებლად ჩემი YouTube-ის ტრანსლაციაში შევეცდებით ამ ყველაფრის განხილვას კითხვა-პასუხის რეჟიმში, ვისაც რა გაინტერესებთ, იმიტომ რომ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება ვრცელდება და აი ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან, რა თქმა უნდა, ესენი ეპშტეინის კოალიციის მომხრეები იძახიან, რომ რა თქმა უნდა, ტრამპმა მოიგო, აბა ამერიკა თქვენ რა გეგონათ, ასე შემდეგ, იქეთ ირანი
თავის მხრივ ზეიმობს გამარჯვებას, რომ მათ აიძულეს შეერთებული შტატები თავიანთ პირობებზე წამოსულიყვნენ და სხვათა შორის ნამდვილად არ ტყვიან, ეს არის მათი პირობები. ირანის თანხმობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ეს 10 პუნქტიანი გეგმა არის, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, აქ გაეცნოთ თუ რას ითხოვდა ირანი და ამერიკელების მოთხოვნა რა იყო. ახლა ეპშტეინის კოალიციის მომხრეები იძახიან, რომ აგერო კაცო თავიდანვე თქვაო, რომ ისო თავის თურმე ატომურ ბომბს არ შექმნიდაო, თქვენ კაი ხალხო, თურმე სად იყავით აქამდეო და ომი არ იქნებოდაო. ის რომ ირანი ბირთვულ ბომბს არ ქმნიდა, ამას ღიად აცხადებდა და ამაზე არსებობდა ირანის სულიერი ლიდერის გამოცემული ფეტვა, რომელიც საერთოდ ისლამურ სამყაროში ითვლება ყველაზე უმაღლეს აკრძალვად, იმათ საერთოდ არ აინტერესებთ ეს როგორც ღმერთის სიტყვა არის და იმას ვერ გადავა მთლიანად რო განადგურდეს ირანი, ამას ვერავინ ვერ შეცვლის, მაგრამ ეს არავის არ აინტერესებდა აქ. თავისთავად ეს ომის პროპაგანდა არის, ერთი მხარე თავისას იძახის, მეორე მხარე თავისას იძახის, ამიტომ დეტალურად განვიხილავ თუ რა შედეგები მოიტანა. თუმცა ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ჯერ ნაადრევი არის საუბარი იმაზე, რომ აი მშვიდობა და ეს დადგა. დღესაც იერიშები ირანის მხრიდან ყოველ შემთხვევაში ვრცელდება თავიანთი უსაფრთხოების ზონის აღმოფხვრისთვის და ორმუზის სრუტეში ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ეს ტრაფიკი არ არის გამოცოცხლებული, ასე რომ ასე უცებ არ დადგება მშვიდობა, ამას გადაწყვეტილებას შემდეგ უამრავი რეალიზება ჭირდება, ისევე როგორც ეგეთ ჰაერში, ახლო აღმოსავლეთში ჰაერში დასრიალებენ საჰაერო ტანკერები, რომლებიც გამანადგურებლებზე საწვავის გადასასხმელად გამოიყენება, ასე რომ ჯერჯერობით მაინც დაველოდოთ და იმ ორ კვირასაც მინიმუმ დაველოდოთ. ეს არის ტრამპი, ადამიანი, რომლისთვისაც არანაირი სიტყვა, არანაირი სინდისი, არანაირი ნამუსი არ არსებობს და შეიძლება მეორე წუთში ეს ყველაფერი შეცვალოს. ამიტომ ირანელებმა ყველაზე უკეთესად იციან ეს ყველაფერი თუ ესენი რას წარმოადგენენ და ამიტომ მოდუნებას არავინ არ აპირებს. მე მინდა უბრალოდ ერთ რაღაცაზე გავამახვილო ყურადღება, რაც ძალიან მიუღებელი არის ამ თემაზე საუბარი საქართველოში და ძალიან ესე რომ ვთქვათ, იმათ არის აღქმული ირანის მხარდაჭერად და აბა ეს როგორ შეიძლება ეს მოგწონდეს და შენ შაჰაბასი ავადმყოფების საერთოდ დებილების ეს ავადმყოფების ცალკე პრობლემა ამ ომმა ესეც გამოაჩინა, რომ საქართველოში და ქართველერში ან ქართულ ენაზე მოლაპარაკე ბიონაგავში სხვადასხვა ურჯულოები, რომლებიც არიან ტაშს უკრავდნენ საერთოდ მთელი ცივილიზაციის გაქრობას და ბევრი ავადმყოფი ყავს ერში ჩამოყალიბებული ავადმყოფი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ესეთ ადამიანებს ჭირდება თავის დროზე ჰიტლერს ასეთი ადამიანებისთვის ჰქონდა მოწყობილი ქარხნები, რომლიდანაც ტყავი და საპონი შეიძლება გამოსულიყო. ამ ხალხი ამ ბიომასას სხვა არაფერი არ გადაამუშავებს, არასდროს ისინი არ გამოსწორდებიან და სტალინს ჰქონდა ესეთი ის, რომ ტყვია შუბლში და განებე თავი კაც მორჩა დამთავრდა. ეს ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც დაწყებული ბავშვების მკვლელობით, გაგრძელებული მთელი ამ უბედურებით რაც ხდებოდა და ბირთვული ბომბის გამოყენებას ტაშს უკრავდა, რომლებიც ვერც იმას ვერ იტყვი, რომ მარტო პროპაგანდით იყვნენ დაბოლებულები, ამ ხალხში უბრალოდ ცხოველი უფრო ჭარბობს ვიდრე ადამიანი, ვიდრე საერთოდ ადამიანური არ არის. ახლა ამათ ელაპარაკო კულტურაზე, შეგნებაზე, ქართველობაზე, ზნეობაზე, მორალზე, რაღაცაზე ზედმეტი არა. ეტყვი რაღაცას და აბა შენ შაჰაბასი დაგიწყებს ებრაელების დაბოლებული მას, რა ქვია. დავამთავრებ ჯიგარო და ვილაპარაკოთ მაგ თემებთან დაკავშირებითაც, დავამთავრებ ერთი ჩავიდე ბოლოში რის თქმაც მინდა. მაგრამ მე მინდა ერთ რაღაცას მივაქციოთ ყურადღება და თუ ვინმე მტრად აღიქვამს ირანს, დღევანდელი ირანს თუ ვინმე მტრად აღიქვამს, მაშინ მტრიდანაც შეიძლება ბევრი რაღაცა ისწავლოს ადამიანმა. პირველ რიგში მტრიდან ისწავლება ყველაზე მეტი.
აბა შეხედეთ ერთი ახლა თქვენ როგორ იქცეოდნენ ირანელები. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ამდენი დაბომბვა, ამდენი უბედურება, ამდენი სისხლისღვრა, ამდენი ომის კანონების დარღვევა, ამდენი სამოქალაქო პირების დაღუპვა, აი ელემენტარულს გეტყვით, ეს კოლექტიური ეპშტეინები ვითომ და აი დიქტატურას რო ებრძოდნენ და ვითომ და ეს ხალხი რომ ებრაელები იყვნენ და ებრაელებს იცავდნენ და აი თურმე ტანჯავდნენ თურმე ებრაელებს იმაში რა ქვია ირანში შავდღეში არიან და ასე შემდეგ გუშინ სხვათა შორის გუშინ იყო ეს აი ნახეთ ეს ისრაელის და ამერიკის ავიაციამ მიწასთან გაასწორა ირანში არსებული სინაგოგები. თავიანთი ხალხი დაბომბეს ბიჭო. თავიანთი ხალხი ახლა გამოდით ახლა ეს რაკიდან განათლებულები და თქვით რომ ესენი დემოკრატიის ექსპორტს ახორციელებდნენ ან ისრაელის ეს რა ქვია ინტერესი ისრაელი თავისი მორწმუნეების ინტერესებს იცავდა. აი ეს არის შეერთებული შტატების და ისრაელის ნამოქმედარი, რომელმაც ყველაფერთან ერთად არ დაინდო, რა უნდა გაგიკვირდეს შემოჭრ სიონისტების რა უნდა გაგიკვირდეს. აი ეს არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი, რომ ამათი ტვინი არ შეიცვლება. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს თავიანთი ევროპის ებრაელობა გაწირეს იმისთვის, რომ წამებული სტატუსი მიეღოთ 6 მილიონი საკუთარი გაწირეს ბიჭო. საკუთარი გაწირეს. იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიეღოთ. აი ზუსტად იგივეს მანიშნებელი არის გუშინ დაბომბეს თავიანთი სინაგოგები თეირანში, რომ ადგილზე გაენადგურებიათ საკუთარი სარწმუნოება, საკუთარი ხალხი არ დაინდეს. აი ეს არის სიონისტების და ეს არის ებრაელების სახე რეალურად. აი ძალიან რო თავს იგიჟებთ თურმე მათ დაცვას და ირანში სხვათა შორის ებრაელები 30 საუკუნეა ცხოვრობენ. 30 საუკუნეა ცხოვრობენ და ძალიან კარგადაც ცხოვრობენ. ბიზნესშიც არიან, ელიტაშიც არიან, სხვათა შორის იმაშიც არიან, რა ქვია, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩაბმული და საკმაოდ დიდი დიასპორა აქვს და გუშინ ამ ხალხმა გააკეთა განცხადება, ესეც სხვათა შორის რომ იცოდეთ, აი ბევრმა სირმა რო არ იცის, ვინც ადევნებდა თვალს ჩვენს ტელეგრამ არხზე მიმდინარე მოვლენებს, რომელიც მეტნაკლებად ცდილობდა რომ ობიექტური ინფორმაცია გავრცელებია ომის თეატრთან დაკავშირებით, კარგად იცის რომ ეს ყველაფერი ბლეფი და ტყუილი იყო. აი გუშინ ამ დაბომბვის შემდეგ, როდესაც ებრაული სინაგოგები იქნა თეირანში დაბომბილი, ირანის ებრაელობამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი გმობენ ისრაელის და შეერთებული შტატების მათი სამშობლოს დაბომბვას შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამას ეწირება ეს არის უსამართლო და ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ეს ირანის ებრაელების განცხადება არის. ამათმა არ იციან, ამათთვის არ არსებობს, ამათთვის თავისიანი არის ის, ვინც მაშინ ჭირდება. იმ ისრაელსაც გაწირავენ, რო იცოდეთ. იქ მეორე ხარისხოვანი ებრაელები ყავთ შესახლებული, იმასაც გაწირავენ, როცა დაჭირდებათ. და მაგრამ ჩვენ უნდა ვიგლოვოთ თურმე ესენი. აი ამათი სახე, ვის უძვრებით ტრაქში თქვენ დედამოწყნული შვილებო, ვის უძვრებით უგანალში. ეს თუ ასე არა, გადადით აბა და შედით და შეამოწმეთ ვიდეო. აი ეს არის ეს კოლექტიური ეპშტეინები, ეს ამათი კოალიცია ესაა. მიმიფურთხებია ყველა იმ ქართველისთვის, მიმიფურთხებია, ვინც ამათ მხარეზე არის. თქვენი დებილი დედას შევეცივინე. თქვენც ისეთი სხვათა შორის ამას სიონისტობას არ ჭირდება არანაირი სისხლით ებრაელობა. თავარია სული გქონდეს ისეთი დამპალი, როგორი დამპალის გააჩნიათ სიონისტებს. და მათი იდეების გამზიარებელი იყო და მათი სარწმუნოების მიმღები იყო. და ჩვეულებრივად ხდები ურია შენც. სარწმუნოების მიღებით ხდები და მათი ცხოვრების სტილის მიღებით ხდები ჩვეულებრივად როგორც ხაზარები გახდნენ ესე რა ქვია. ებრაელობა. აი ესე. და არაფერი განსხვავება ამ დედამოწყუნ ქართველებში რო ხედავთ, ტაშს რო უკრავენ სამხედრო დამნაშავე სატანია ხუს, რომელმაც 64000 უდანაშაულო ადამიანი მოკლა და 18012 წლამდე ბავშვი. არაფერი სხვაობა ბიჭო ამათში არაა. აგერა მაგალითს გეუბნებით, პირდაპირ გეუბნებით, ფაქტია აგერ ხო?
იმხელა უზარმაზარ ირანში, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის ერთად აღებული ტერიტორიაზე მეტი არის. ამ შობელძაღლებმა ადგილი ვერ მონახეს, რომ თავისი სალოცავები არ დაებომბათ. თავისი სარწმუნოების ხალხი არ დაებომბათ, რო კითხო, თუ ამათ საერთოდ რწმენა გააჩნიათ და თუ ამათ რამე სარწმუნოება გააჩნიათ. ასია ეს, აგერ რა, კიდე ერთხელ შეგახსენებთ, კიდე ერთხელ ვაჩვენებ, ახლა ზოგიერთი მერე და მერე შეიძლება შემოვიდეს და კიდე ერთხელ ვაჩვენებ, რომ ეს არის ნეთანიაჰუს და შეერთებული შტატების ოპერაციის შედეგი. დაბომბილი, ისინი რა ქვია, სინაგოგები თეირანში. აგერა ბატონო. ეხლა მე ვიცი ესენი რასაც იტყვიან, ამათ ხო სინდის ნამუსი ტრაქში აქვს, როგორც იტყვიან. იტყვიან, რომ თეირანში თვითონ დაბომბეს ეს სინაგოგები. საუკუნეები დგას, არავის დაუნგრევია და ახლა დაბომბეს თურმე. ამათი აყაროლებული სახე, ამათი დედას შევეცი მე და ამათ მხარეს ვინც ახართ, ბიჭო, თქვენ უფრო მეზიზღებით, ბიჭო. თქვენ უფრო ამათ ბიჭო მიზანი მაინც აქვს და იდეა მაინც აქვს და იმას მაინც ემსახურებიან და თქვენი მიზანი და თქვენი იდეა უბრალოდ ფული არის და ვიღაცის ტრაქში ზრომიალი არის, თქვენ დედამოწყლული შვილები. ესა გამოხვალთ მე და პატრიოტიზმზე დაიწყეთ ლაპარაკი, დედას შევეცი თქვენსას. და როგორ არ უნდა შეგშურდეს. აი მე. როგორ შეიძლება არ შენატრო იმ საზოგადოებას, როგორ შეიძლება იმ ერს და ბერს არ შენატრო. რა მნიშვნელობა აქვს ბიჭო ისი რომელიც სარწმუნოების იქნება ეს მუსლიმი იქნება, ქრისტიანი იქნება, ბუდიზმის მიმდევარი იქნება თუ სხვა რომელიმე კონფესიის მიმდევარი იქნება, როგორ არ უნდა შენატრო, როდესაც ხედავ რომ ერი და ბერი ასე ერთიანი არის. როგორ არ უნდა შენატრო. მე მაგალითად ხო, აი ვისურვებდი ნამდვილად ისე რომ ოდესმე ქართველიერი ისეთი ერთიანი იყოს, როგორც ირანის საზოგადოება იყო ამ იმაში, რა ქვია, ამ ომში. ასე ერთსულოვანი, ასე ღირსეული, ახლა ჩვენ ახლა ისტორიულად ქართველ კაცს ვაჟკაცობას და იმას ვერავინ ვერ ასწავლის, მაგრამ დღევანდელი ქართველობა ისე გავს იმ ძველ ქართველობას, როგორც კატალონს. це აყროლებული, ზომბირებული ბიოლოგიური მასა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომლიდანაც წყავი და საპონის მეტი არაფერი არ გამოვა. ერთმა ჩემმა გამომწერმა დამიწერა აქ კომენტარებში და 100%-ით ვეთანხმები. არ გინდოდეს ასეთი ადამიანების არაფერი. მარტო წყავი და საპონი შეიძლება მათგან გამოვიდეს. მორჩა. ბიოლოგიური ნაგავია სუფთა. და როდესაც უყურებ ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ის რომ დიახ ერთობა ერის და ბერის დიახ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი ამარცხებს იმ ნებისმიერ მომხდურს, ნებისმიერ დამპყრობელს, ნებისმიერ ბოროტებას, რომელიც შენი ქვეყნისკენ არის მიმართული. ასეთი იყო ადრე ქართველი კაცის ცხოვრება. ქართველი ადამიანის ცხოვრების წესი და ქრისტიანული წესი იყო იდენტური. ამიტომ იყო რომ რელიგიური ომებში გვიწევდა ქართველებს მონაწილეობა და აბსოლუტურად ფარცხისის ომის და კიდე თუ არ ჩაქვია ბიზანტიასთან გამართულ ომებს და ესა რა ქვია რუსეთთან ომს დანარჩენი ყველა ომები აბსოლუტურად ჩვენი არსებობის მანძილზე იყო ესა რა ქვია რელიგიური ომი და იყო თუ იყო ერი და ბერი ერთიანი დიდ გორსაც ვიგებდით და ხრესილსაც და სხვა დიდ ბრძოლებს. ვაიმე შეშემოგივლე ძაღმადიდებლები მე ახლა საფრანგეთში და ევროპაში კი არა საქართველოში რო ამბობ და სხვათა შორის ბატონ შალვასთან ერთად მეკდება მე მაგ ძაღმადიდებლობაზე საუბარი ეს კიდე რა ახალი სატანისტური და რატო არის ასე შემოსული მაგაზე გვექნება ჩვენ ლაივი და აუხსნით მაგ ყველაფერს რელიგიურად თუ სინამდვილეში რას ნიშნავს და რატო ასე გააქტიურებული ეს ძაღმადიდებლობა. რა უნდა მიგვირდეს და საქართველოში ბიჭო, აი საქართველოში ყველაფერს გეფიცები. საქართველოში ბიჭო, აი რა პატრიოტული სულისკვეთების ცხოვრება კი არა. საერთოდ ბიჭო, პატრიოტული უბრალოდ ეროვნული ინტერესის გამოღვივა რამის თქმა უკვე დანაშაული. აი გუშინ მაგალითად, მე ბლოგს ვამზადებდი, როდესაც პერიოდულად უცებ შევხედე ამ მოვლენებს, აგერ ლაზარე ჯორბენაძე არის დაასაფლავეს ეს კაცი. დაასაფლავეს, რომელიც
პირდაპირ გარეჯის გაყიდვაში ადანაშაულებდა იმას რა ქვია კობახიძეს და რომელმაც ვითომ თავი ჩამოიხრჩო და რომელზეც აკაცშვილი არ ლაპარაკობს გუშინ ზოგ-ზოგი ერთ-ერთ ძალიან ეწყინა მე კიდე ერთხელ მე ამ კონსერვატორებზე არ ვსაუბრებ იმიტომ რომ 1000 ჯერ მისაუბრია და არანაირი სურვილი არ მაქვს მე მათ ესაუბრ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია მაგათ მიმართებაში როგორი ეროვნული ძალაც არიან და რასაც წარმოადგენენ და სხვათა შორის ამათ კრიტიკის მიღება არ უნდათ და ბევრს გული წყდება და გუშინ როდესაც მქონდა მაგათ მიმართებაში შესაბამისი ლაივი გამოიღო ამ ყველაფერმა შედეგი და მაგათი ლიდერი რო იმყოფებოდა გადაცემაში კი გავაკეთე სპეციალურად გავაკეთე ეს ლაივი იმიტომ რომ იყო ბრძანდებოდა წინა გადაცემაში და იქ ამდენი ხანი ქონდა პრემიერთან ლაპარაკი და ერთი სიტყვა არ ახსენა გარეჯზე ხო მე არ მწავს ასეთი ეროვნულების და კი სპეციალურად ჩავწერე ის ლაივი რომ მივიდოდა მაგათი აგენტურის მეშვეობით აქ და ეტყოდნენ რომ მოდი რაღაცა ერთი სიტყვა მაინც ახსენეო და რაღაც სიმართლე გითხრათ ზედაპირულად რა თქმა უნდა ის გარდაცვლილი ადამიანი უხსენებია და რაღაც ზედაპირულად მაინც შეეხო ამ თემას შეეხო ზედაპირულად ამ თემას დღეს რო ჭრიან ამ მომენტებს მთელი ეს კონსერვატორები და აზიარებენ ამ იმას მადლობა უნდა გადამიხადოთ თქვენ თავს რო იპიარებთ რომ გაიძულეთ რომ ეს კითხვა დაგესვა ეს ერთი მეორე რაც შეეხება ამ იმას დასვა ზედაპირულად კი რბილად ეს კითხვა და იქ იჯდა კოცები 2 თუ კოცები 3 თუ კოცები 4 არ ვიცი ეს არაოფიციალური კოცობა რატო ამბობ ახლა ამ ყველაფერს ვიღაც ნეიტრალური საქართველო ეს ვატო შაქარაშვილის კანტორა ახალგაზრდა პერსპექტიული ის რო არის კოცუნია რო არის რო თურმე რამდენჯერ უნდათ მაინც ამ კაცისგან გამოჭედონ ლიდერი მე არ ვიცი გეცოდინებათ ეს პუჩისტების და ნაძრლების და მათხოვრების თავშესაყარი როა ეს ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ რა ეს ვატუნტულა შაქარაშვილის და ვიღაცა იქ ბიძინა გიორგობიანი იყო და თქვენო ბიჭო თქვენო ვინცო ახლა მაშინ გულისხმობოდა ესეთი კი ამ კონსერვატორებს მიმართავდა მაგრამ ამაზეო საუბარიო ეს არისო პროვოკაციაო წარმოიდგინეთ ბიჭო რასაც ყოველ დღე უნდა ლაპარაკობდეს ყველა ქართველი სანამდე დავით გარეჯის პრობლემა არსებობს ამის ლაპარაკი თურმე ყოფილა პროვოკაცია და აი ამ დოდოლამ ახლა გაჩვენებთ ახლა აი ამ დოდოლას აი ეს ბიძინა გიორგობიანი არის რა ეს ვარსკვლავი არის რა კოცების ტელეეთერის და კოლაბორაციონისტი ბრჭყალებში ოპოზიციონერი არის ამ დოდოლამ გამოაცხადა ის რომ თქვენო იმასო აკეთებდითო რა ქვიაო არაბიზაციასთან დაკავშირებითო პრობლემებიო ეს რა ქვია ყველაო ეს ნაზირლები ნაცებთან ერთად აქციებს მართავდითო ვითომო არაბიზაციისო წინააღმდეგო რა არაბიზაციის წინააღმდეგო მართავდითო აქციებსო და ეს კითხვაო პროვოკაციაო ბიჭო არ მინდა რა არ მინდა თან ეს მძიმე მარხვის პერიოდი არის და მართლა არ მინდა იცი აი რაღაცა არ მინდა რა ეს გინება არ მინდა ეს დედის გინება მით უმეტეს მაგრამ ამათ სხვანაირად ვერ გააგებიებ და იმიტომ ვილანძღები და იმიტომ ვიგინები რა არის შედედამოწყნულო რა არის შედედამოწყნულო პროვოკაცია რა არის პროვოკაცია ის რომ დავით გარეჯი საქართველოა ესაა პროვოკაცია შენ მართლა ღორის თესლო შენ და ის რომ არაბებით გინდოდა საქართველოს გავსება მაგრამ დიდება უფალს ისეთი ამბები დატრიალდა იმ ახლო აღმოსავლეთში თავზე დაემხოთ თქვენთვის მოსაცემი მილიარდი 6 მილიარდი კი არა მისი დაქცეული ქვეყნის აღსადგენი ფული არ იქნებათ მალე აი ამ სირს მიუმართავ აი ამ დოდოყლეს ამას აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თქვენ ბიჭო ვინახართ საერთოდ საიდან მოხვედით კაც რო კითხონ თავის დროზე ვითომ მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს წევრი იყავი და მაშინ რა ქვია გვერდით
პუჩისტი დანაია კაკაბაძის გვერდით ახლა რომელიც იოსელიანის ტრაქშია შემძვრალი დღესაც და ლაპარაკობს იმაზე იოსელიანზე ორგაზმი მოდის თვალებით თქვენ ლაპარაკობთ ბიჭო სამშობლოს სიყვარულზე თქვენ ლაპარაკობთ რამეზე 900 ჯერ ნაღალატები 1000 გადანახტომი ხალხი ბიჭო აი შენ გეუბნები შესირო შენ და იმ თქვენ მთელ სასირეთს ბიჭო რომ შეიყარეთ იქ თაღლითი ისა რა ქვია ადვოკატები ეს ვარსკვლავთ ბიჭუნა ვატო იაშაქარაშვილი რომელიც ხან ნაცების მხარესაა ხან ქოცების მხარესაა და როცა ჭირდებათ პუჩისტი და იოსელიანის ტრაკიდან გამომძვრალი ნანაია კაკაბაძე და ესა რა ქვია ნაცი სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაცი სხვას რო ადანაშაულებს შესირო შესირო და ამათ მინდა კიდევ ამ კონსერვებს მიმართა რაღაცა ისწავლეთ ნორმალური პასუხისგაცემა მაინც ბიჭო რაღაცა ისწავლეთ თუ იქამდე მიყვედით მეცა გაჩვენოთ ერთი ეს აი ეს ნაბოზვარი რო ყავთ ბიჭო პარტიაში აი ეს ნაბოზვარი ამათ ვიზე უნდა თქვა ბიჭო ნაცებზე რამე როგორ უნდა თქვა ვინა ყავთ პარტიაში ეს ვინა ეს ლევან ნიკოლაიშვილი ვინა ეს შემთხვევით ნაცების გენერალური შტაბის უფროსი ყوارიყო ოქროაშვილის ტრაკიდან გამომძვრალი ეხლა დაიწყებთ იმას ლაპარაკს რომ ეს ჯარში იყო მსახურ ამის ბრძანებით და ოქროაშვილის ბრძანებით კოდორის ხეობა არ დაბომბეს ქართული სოფლები არ დაბომბეს პილოტებს ლამის იარაღით დაძდებდნენ რომ ქართული სოფლები დაებომბათ აი ამ ჩათალახის აი ამ არაკაზე თქვენ პარტიაში როა შეყლეო შენ აი როგორ ამომდის ხელში რომ უნდა დაუნგრიოს პირდაპირ ეს ნაბოზარი გელაპარაკება რომ თურმე გარეჯს როგორ ახსენებ პროვოკაცია და თქვენ თურმე არაბების ის გინდოთ ეს ბიჭო ამასთანა გაქვთ პარტია ქართულ ჯარს ქართული სოფლების დაბომბვას რო იმას რა ქვია ავალებდა და შენზე კიდევ რაღაცა ისწავლე თუ მიდიხარ მაგ და პასუხი მაინც გაეცი ბიჭო ეს ამათი პარტიის ერთ-ერთი ვარსკვლავი ორჯერ დაავალა სოსოუსურაუს ქართული სოფლების დაბომბვა და პილოტები გადმოფრინდნენ ზოგადად ცარიელ ადგილას ჩამოყარა ეს ბომბები სპეციალურად იმისთვის რომ დაბრუნებულიყვნენ უკვე ტრიბუნალზე არ წარდგენილიყვნენ და ეგრეთ წოდებული კომისია რო ქონდა შექმნილი მოусვინეთ ერთი მაშინ პილოტების ჩვენებას ნაგაოშე და ეს ნაგავი გამოგივა აქ და დაგიწყებს იმას რა ქვია პატრიოტიზმზე ლაპარაკს ეს ჩამოყალიბებული გამყიდველი ეს მოღალატე ეს ნაბოზურებო თქვენ გამოხვალთ აქ და ივანიშვილს მოუტყან გამზრდელი და ყველა ივანიშვილის ფანს მოუტყან გამომწველა ვიკვდარი და ცოცხალი აი ესეთი ბოზიშვილებით რო აავსო ეს ქვეყანა თუ ისა რა ქვია ვინ ყავს კიდე პარტიაში ვინ აი ეს ბოზიშვილი ეს დედამოტყნული დაუძინებელი ზვიად გამსახურდიას მტერი ეს ნაბოზვარი პეტრე მამრაძე ეს ჩათალახი ეს ბებერი კაკებეშნიკი ამ მის გამსდელ შევეცი პირველი ეს ყვიროდა რომ ისო რა ქვიაო დავით გარეჯის პრობლემაო ვერანაირადო ვერ მოაგვარაო იმანო რა ქვიაო ალიევმაო მამა ალიევმაო თურმე და შევარდნაძე ვერ მოაგრო შევარდნაძის ტრაკიდან გამომძვრალი ნაბოზვარი ღორის თესლი და ბიჭო თქვენ ლაპარაკობთ ბიჭო თქვენი ლაპარაკებით ვინმეს იმას სამშობლოს სიყვარულზე და გარეჯი თუ ხსენდა ესა რა ქვია ესაა თურმე ესაა ოქროაშვილის დროს ჯარში რო ვიყავი რა გინდა მე მომის კი ვიყავი ჯარში მე რა რო ვიყავი ოქროაშვილის დროს ჯარში რო ვიყავი ძალიან კარგად ვიცი რა ხდებოდა შიგნით ჯარში რო ვიყავი მე რომელი დანაშაულებრივი ბრძანება შევასრულე გამომივიდა ეხა ტრაკის მწმენდელები ამ ლევან ნიკოლაიშვილის რომელი დანაშაულებრივი ბრძანება შევასრულე ქართველს ვესროლე ქართული სოფლების დაბომბვა განვახორციელე ბრძანება გავეცი თუ რა ვქენი რა მერე ხო კი ვიყავი მერე უამრავი თახსირი მინისტრი გენშტაბის უფროსი გამოვიცვალე მაგრამ ჩემი ერისთვის და ჩემი ქვეყნისთვის დანაშაულებრივი ბრძანებები არ შემისრულებია ყველა ნაბოზრული ბრძანება არ უნდა შეასრულო
აი ახლა გუშინ ტრამპს რო გაეცა ეს ყველაფერი, ყველა იმის იმედად იყო, რომ პატრიოტის სამხედროები არ შეასრულებდნენ ამ ყველაფერს. გამომივლიან აქ ესა. აი ეგეთი გენშტაბის უფროსები რო ყავდა და ეგეთი ესა მინისტრები და ეგეთი ხალხი რო ყავდა სათავეში, იმიტომ მოვიგეთ ომი და იმიტომ ვარ ძალიან გემრიელად. აუ ახვიე და ჩაუწიე მაგ შენ ტელეფონს თუ არ გინდა და ვაფშე გადიდან უმისმენ და უმიყურებ და უსმინე ამ დედამოწყუნლებს, კაცო. არ გამიტრაკა ამ ხალხმა? ბავშვი მყავს გვერდით, ქალი მყავს გვერდით, ადი და უსმინე მერე წყნარად. რაზე მისმენ ეს ხო არ მიმყავს, რა ვია, ძილის პირული ან საბავშვო გადაცემა, ვიდეო. გააჯვით ბიჭო აქედან ერთი მეორის მიყოლებით, ამ ყერმა პატრიოტებმა ერთი მეორის მიყოლებით, სირები ესე. ასწავლის აქ დილობას, თურმე არ შეწუხდეს, მისი რაღაცას უსმენს და არ შეწუხდეს. რას მისმენ, მე ვერ გააჯო ამ შენ გზაზე. და ეს ღორის თესლი. ეს ღორის თესლი ეს ნაძირალა, ეს მათხოვარი ეს. აჯუიეთ ყობა შენით ვერ ახერხებ და მოგეხმარებ. აი ამაში არის საქმე. და ესენი არიან გამოსული ტელევიზორში. და ესენი მოძღვრავენ და ამათ უნდათ ბიჭო ერს მოუტანონ სიკეთე? ამ ბოზიშვილებისგანაა შექმნილი ისა რა ქვია, ნეიტრალური საქართველო. ნეიტრალური და ესენი არიან თურმე სამშობლოზე მზრუნველი ხალხი? რა ენაღვლება თუჯო ვის რაში ენაღვლება? და ესენი იომებენ, ესენი მოიგებენ, ესენი რამე სიკეთეს მოუტანენ. რა თქმა უნდა მშურს, თეთრი შურით მშურს, ზუსტად. ირანის და ირანელი ხალხის, რომლებმაც ერთობით, გვერდით დგომით, პატრიოტიზმით, რწმენით ნამდვილად დააჩოქეს და ნამდვილად მიაყენეს კედელთან სოფლიო დონის მეკობრე და თაღლითი და ჩათლახი და 1000 ეპშტეინების კოალიცია. კი ბატონო და მექნება ყოველთვის მათ მიმართ პატივისცემა. პატივისცემა მექნება. ნამდვილად მექნება პატივისცემა. იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს დაცვა თქვენ ვიზია ჭყინტი ყველის ჭამან უგონიათ და ესე რა ქვია კომენტარის დაწერან უგონიათ და ესე შარვლის ჩახდა. მომისმინე ჩემო კარგო, ბრძანების გაცემაზე მეტი რთული ბრძანების შესრულებაზე უარის თქმა როა შენ დაგავიწყდა? 7 ნოემბერს ჩვენს გვიბრძანეს, რომ ეს გვექნა, რა ქვია, ხალხი დაგვერბია, მაგრამ კი არ შეგვისრულებია ეგ ბრძანება. და მიდი ერთი შენ და ბრძანების შესრულებაზე თქვი უარი. მიდი ერთი შეასრულე, ბრძანების გამცემი ერთია და შემსრულებელი მეორე. გადავრთავ რა თქმა უნდა ეხა არაფერი პრინციპში რისი თქმაც მინდოდა ყველაფერი ვთქვი და ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლოში მინდა ვთქვა რომ ვრცელი კითხვა-პასუხის რეჟიმი გვექნება YouTube-ის ტრანსლაციაზე დღეს აღმოითი და რაც მოხდა და როგორც მოხდა და სინამდვილეში რაც ხდება ამას ყველაფერს გავარკვევთ მაშინ ის თუ რაც სინამდვილეში ხდება და არა ის რასაც ესა რა ქვია წერენ და რასაც აბოდიალებენ ამ ხალხს და ატყუებენ დიდიან პატარიანად. და ეს ტრაგედია არის საქართველოში. არავის სამშობლო არ უყვარს. აი დაწყებული ვენებ გადაჭრილი პატრიოტებით და გაგრძელებული იმით რა ქვია ზევით და ზევით ვერ ხუშკით. მე ახლა უბრალო რიგით ქართველზე არ ვლაპარაკობ ან საქართველოს შვილზე, ვისაც ქართული საქართველო უყვარს. ვინც პოლიტიკაში არავის სამშობლო არ უყვარს. არც ლაპარაკი უნდათ ამ თემაზე,
თუ ვინცობა და ვინმე რაღაცა თქვა ეს თურმე პროვოკაციაა, თურმე ამაზე ლაპარაკი ფსევდოპატრიოტიზმია და ნაცობაა და ესე შემდეგ. ამიტომ ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი. იყიდა ამ ურიაიმან და ქვია ივანაშვილმა ყველა ჩაისვა ჯიბეში და ახტუნოებს ყველას მისჭუაზე და ვინც იმას ეტყვის რომ ჩათლახი ხარ, ბოზიშვილი ხარ, გამყიდველი ხარ, მოღალატე ხარ, ყველა არის მოძულებული. ან მოკლული ეგერ მიწაშია ამოდებული. გუშინ დაასაფლავეს ეს ადამიანი. ეგა, ამიტომ რა გინდა თქვენ რას ელოდებით? და როცა ისა რა ქვია საქმეზე მიდგება და რაღაცა, ომი ხო არა ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა, მიშა ხო მოგვაშორა. ასეთ საზოგადოებას რა უნდა ეშველოს? ამიტომ ჩაქნეული მაქვს მე ხელი აბსოლუტურ უმრავლესობას. და იმ ნორმალურ ხალხს კიდე თუ არ უნდა თავის გადარჩენა, თუ არ უნდა ხმის ამოღება, არც საჭირო რომ ეშველოს ესეთ ადამიანს. იმიტომ რომ ადამიანს უნდა დაეხმარო მაშინ როდესაც ხედავ რომ ის გაჭირვებაშია და ცდილობს ის გაჭირვებიდან ამოსვლას და ხალხი რომელიც არ ცდილობენ გაჭირვებიდან ამოსვლას, ისინი შენს ჩაგითრევენ და ჩაეფლობი იმ ნეხვში და იმ ნაგავში. ეს ცხოვრებისეული ლოგიკაა ეს. რა ვქნა ქალბატონო, მე პერიოდულად ვდებ ჩანაწერებს აქ და რა ვიცი. შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერი. კარგი, ამის თქვა მინდოდა და საღამოს დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. და თქვენ კიდე ხო, ეს რა ქვია, არსად არ დაგეკარგოთ თაღლითი ადვოკატების, პუჩისტი ნანაია კაკაბაძის, იმის ჩათალახი ოქრუაშვილის გენერალი, რომელიც 7 ნოემბრის პერიოდში ცხათაშორის ძალიან გემრიელად მონაწილეობდა. კარგად გადახედეთ იქ სად იყო და როგორ იყო და რას აკეთებდა. ვითომ რო არ ჩანდა. და იმისი რა ქვია, პეტრეია მამრაძის და ვარსკვლავთ ბიჭუნა, იმისი ვატოია შაქარაშვილის, ძველი კგბ-შნიკი პეტრეია მამრაძის და ვატოია შაქარაშვილის შექმნილი ნეიტრალური საქართველო. არსად არ დაგეკარგოთ. შეუძვერით მანამდე იქ ღრმად. და ამას პატრიოტიზმზე საუბარი და დავით გარეჯზე საუბარი და ქართული მიწის გაყიდვასთან საუბარი ეს იმას ქენით, რა ქვია, გადააქციეთ პროვოკაციად და თუ ვინმე რამე ახსენა კიდე იმაზე რა ქვია, ამ ყანდურებთან დაკავშირებით ის კიდე გამოაცხადეთ ეკლესიის მტრად. ხო. ამნაირი მორწმუნეები რო ყოლოდა ირანს, ამნაირი მრევლი რო ყოფილიყო ირანს, 3 დღეში ეკნებოდა წაგებული ომი. კი არა 2 დღეში, ბოდიში. და ქუჩაში კი არ იქნებოდნენ გამოსული. ქუჩაში კი არ იქნებოდნენ გამოსული. შემძრვალები იქნებოდნენ საკუთარი ტრაკის გადასარჩენად. მაგრამ ჯაღმაიძისნაირ მამღვდლებმა და შიოს და ამ სხვა ესე საყანდურეთით როა სავსე და ამდენი ხანი რომ პატრიარქის იმას იმიჯს ეფარებოდნენ. ასეთი სასულიერო ლიდერები კი არ ყავდათ, ისეთი სასულიერო ლიდერები ყავდათ, ვინც თავს წირავდნენ საკუთარი სამშობლოსთვის. და გაწირეს კიდეც პირდაპირ მნიშვნელობით. და მასეთი სულიერი ლიდერის და მასეთი მეთაურების გვერდით ჯარისკაცები თვალის დაუხამხამებლად კვდებიან. და იმიტომ მიაღწიეს იმას, რასაც მიაღწიეს. არა თქვენ ბიჭო ისა რა ქვია, გაღატაკებულ ქვეყანაში იმითი რა ქვია, 100,000-იანი ჯიპებით ირბინეთ და მე ღმერთთან წყალობაზე იმას ქენით, რა ქვია. ილაპარაკეთ და აი ბოდიში ერთი რაღაცის მართლა დასასრულისკენ ისა რა ქვია, მივდივართ და აი ამის თქმა მინდა რა. აი ესეთი სასულიერო პირები, რომ აი თურმე ამათ ქონიათ ღმერთთან ისა რა ქვია, პრიამოი სვიაზი. ღმერთთან ესენი სხვა ძალებს არ ჩარევენ თურმე. ეს არის თურმე ღმერთთან ახლოს. და ეს ყოფილა თურმე კაცს და ღმერთს შორის შუამავალი. ეს ასეთ სულიერი ლიდერები თურმე. ამარი მღვდლები რო ყოლოდათ იმათ წაგებული ექნებოდათ ომი 2 დღეში. მაგრამ ისეთები ყავთ როგორიც ყავთ. და იმიტომ გაიმარჯვეს. ჯერ სული უნდა კონდეს მტკიცე. ჯერ სული უნდა კონდეს მტკიცე ადამიანს. და აი მერე უნდა იყოს ისა რა ქვია. და არა ისე რომ საკუთარ ყველანაირ ეროვნულს რო გადაუარეს და სულში ჩააფურთხეს საქართველოში და ლაპარაკი რო ისაა და ახლა ეს თინათინის და ავთანდილის აგერ რობიკი ასტურუა მიმათ რა ქვია. იმათ გამეიყვანა
რობერტო სტურუას დადგმული ვეფხის ტყაოსანი, რომელიც სადომაზოხისტური სექსის მოყვარულების შოუს უფრო გავდა, ვიდრე ხელოვნების ნიმუშს. ის რაც იმ ბორდელ ბუნაგში თეატრად როა წოდებული დაიდგა. კარგად ვსანდებოდით.